სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა. დღეს დიდი მარხვის მეორე კვირას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს დიდ მღვდელმთავარს და ღვთისმეტყველს წმინდა გრიგოლ პალამას, თესალონიკის მთავარეპისკოპოსს. მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ნახეთ, აი პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმია, ხატ თაყვანისცემის გამარჯვების დღე, მეორე კვირა კი ამ გამარჯვების ასე ვთქვათ, ღრმა ღვთისმეტყველურ საფუძველს გვიმჟღავნებს, ხო? ღმერთი არა მხოლოდ არსებობს, არამედ იგი რეალურად შეიცნობა და ადამიანს რეალურად ეზიარება. ეხლა ვინ იყო წმინდა გრიგოლ პალამა? მეგობრებო, წმინდა გრიგოლ პალამა დაიბადა 1296 წელს კონსტანტინოპოლში, კეთილშობილ ოჯახში. მისი მამა სენატორი იყო იმპერატორ ანდრონიკე მეორის კარზე. ახალგაზრდა გრიგოლს ბრწყინვალე საერო კარიერა ელოდა, მაგრამ ესე იგი მან ამ ქვეყნიური ასე თქვა დიდება უარყო და ათონის მთაზე გამარტოვდა ბერად. ათონზე იგი ღრმა ლოცვითა და მოღვაწეობით განისწავლა, ხო? ისიხაზმის, ესე იგი ისიხაზმის, ეს არის წმინდა სიჩუმისა და გულის ლოცვის გზით ეძიებდა ღმერთთან ცოცხალ ზიარებას, მეგობრებო. წმინდა გრიგოლმა საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რაც ათონის მამებმა საუკუნეების მანძილზე დაიმკვიდრეს, რომ ადამიანს შეუძლია ღვთის არაქმნილი მადლის რეალური გამოცდილება ჰქონდეს. მოგვიანებით იგი აკურთხეს თესალონიკის მთავარეპისკოპოსად და სადაც მწყემსობდა, ხო, სიყვარულით, სიმდაბლით, სულიერი სიბრძნით და გარდაიცვალა 1359 წელს, ხოლო 1368 წელს წმინდანად შეირაცხა, ხო? ეხლა რისთვის იბრძოდა წმინდა გრიგოლ პალამა? ძალიან მოკლედ და მნიშვნელოვანი, მხოლოდ მნიშვნელოვანზე, ხო? და მთავარზე. ესე იგი, მე-14 საუკუნეში კალაბრიელი ბერი ბარლაამი ათონის ბერებს დასინოდა, ხო? ბარლაამი ამბობდა, რომ ღმერთი მხოლოდ გონებითა და ფილოსოფიური მსჯელობით შეიძლება შეიცნოს, ხო? ხოლო ბერების მტკიცება, თითქოს ისინი ღვთის ნათელს ხედავდნენ, სისულელე და ესე იგი მწვალებლობა იყო. ბარლაამის თქმით, თაბორის ნათელი, გახსოვთ ხო, უფალი რო ფერიცვალება უფლისა, რომელს გამოუჩნდა თავისი დიდი ესე იგი ბრწყინვალე ნათელი და თავისი მთელი დიდებით. და ნახეთ, ბარლაამის თქმით, თაბორის ნათელი ის ნათელი, რომელიც მოწაფეებმა ფერიცვალებისას იხილეს, ქმნილი და შექმნილი იყო, არა ღვთაებრივიო. წმინდა გრიგოლ პალამა ამ ცრულ სწავლებას წინააღმდა და ეკლესიის მამათა სწავლებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ღვთის არსი და მოქმედება, ენერგია. წმინდა გრიგოლმა ასწავლა, რომ ღმერთში უნდა განვასხვაოთ, ნახეთ, ღვთის არსება, რომელიც აბსოლუტურად მიუწვდომელია ყოველი ქმნილებისთვის, ღვთის არსებას, ღმერთის არსებას ვერავინ და ვერასოდეს შეიცნობს. ვერც ანგელოზები, ხო? გესმით, ვერც ანგელოზები და ბუნებრივია ვერც ჩვენ ადამიანები. ღვთის არაქმნილი მოქმედებანი, ენერგიები, რომლითაც ღმერთი რეალურად ეზიარება სამყაროს და ადამიანს, ეს ენერგიები არაქმნილია, ისინი თავად ღმერთია, გესმით? თუმცა არა მისი არსების მიხედვით, არამედ მისი მოქმედების მიხედვით. ხა თაბორის ნათელი, რომელიც მოწაფეებმა იხილეს, არის სწორედ ღვთის არაქმნილი ენერგია. ესე იგი ქმნილი სინათლე, არამედ თავად ღვთის
დიდების გამოვლინება. თავად ღვთის დიდების გამოვლინება. ეხლა მოწაფეებმა პეტრემ, იაკობამ და იოანემ ხო თაბორის მთაზე იხილეს ქრისტეს ღვთაებრივი დიდება, ეს ნათელი არ იყო ქმნილი, არ იყო სიმბოლო და არ იყო რაღაც მეტაფორა. ეს იყო ღმერთ კაცის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების არაქმნილი ბრწყინვალება, რომელიც მოწაფეთა თვალებს, ესე იგი, გაეხსნა. გახსოვთ, ნეტარ არიან წმინდანი გულით არამედ მათ ღმერთი იხილო. მათე 5:8. ნახეთ წმინდა გრიგოლ პალამის სწავლების მნიშვნელობა. პირველი განღმრთობა თეოსისი, ანუ ადამიანის საბოლოო მოწოდება. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების გულია სწავლება განღმრთობის შესახებ, მეგობრებო. როგორც წმინდა ათანასე დიდი ამბობს, ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განღმრთებულიყო, ანუ ღმერთი გახდა ადამიანი, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ნუ ღმერთი ახლა არა ბუნებით ხო გასაგები არის, მადლით. ნახეთ, წმინდა გრიგოლ პალამამ ეს სწავლება ღვთისმეტყველურად გააღრმავა და აჩვენა, რომ ესე როგორ ხდება. ნახეთ, ეს ნახეთ, ადამიანი განიღრთობა ღვთის არაქმნილი ენერგიის, ანუ მადლის მიღებით, ხო ლოცვით, საიდუმლოებებით და მცნებათა აღსრულებით. მეორე, ღმერთი ცოცხალი და ხელმისაწვდომი. ეხლა ბარლაამის სწავლება ღმერთს მიუწვდომელ ფილოსოფიურ აბსტრაქციად აქცევდა. პალამას სწავლებით კი ღმერთი ცოცხალია, რეალურია და ადამიანს ეზიარება. ღმერთი არ არის უბრალოდ რა პირველი მიზეზი ან აბსოლუტური თქვათ იდეა, იგი არის სიყვარული, რომელიც ადამიანს ეძიებს და მადლით აღავსებს. სხეულის ღირსება. ბარლაამი დასცინოდა ათონის ბერებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სხეულს ლოცვაში იყენებდნენ, ანუ მუცელზე თავდახრილნი გულისკენ მიმართული ყურადღებით, ხო? წმინდა გრიგოლ პალამამ ასწავლა, რომ სხეული არ არის ბოროტი, ქრისტემ ხორცი შეისხა, ხორცით ივნო, ხორცით აღსდგა. ამიტომ ლოცვა მთელი ადამიანის სულისა და ხორცის საქმეა, მეგობრებო. ანუ პალამა გვასწავლის, რომ ღმერთის ცოდნა მხოლოდ ინტელექტუალური არ არის, ღვთის, ესე ვთქვათ, მეცნიერება მოითხოვს სულიერ გამოცდილებას, ლოცვას, მარხვას, სინანულს, სიყვარულს, ხო? საიდუმლოებებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს, რომ გონება უარყოფილია, არამედ გონება უნდა განათლდეს რით? მადლით. ეხლა ნახეთ, მეგობრებო, რატომ სწორად დიდ მარხვაში ვიხსენიებთ მეორე კვირას, ესე იგი და მძიმე მარხვაში, აღდგომის მარხვაში გრიგოლ, ესე იგი პალამას, ხო? ეკლესიამ ბრძნად განაწესა პალამის მოხსენება დიდ მარხვის მეორე კვირას, რატომ? რადგან მარხვა, ლოცვა და სინანული სწორედ ის გზაა, რომლითაც ადამიანი ღვთის არაქმნილ მადლს ეზიარება. დიდი მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის, ეს არის მთელი არსების მომზადება ღვთის ნათლის მისაღებად. გესმით, ხო? ესე იგი, როცა მარხულობთ, ხო? ლოცულობთ, ნანობთ, ხო, სინანული გვაქვს და ასე შემდეგ. ჩვენ სწორედ იმ გზას ვადგავართ, რომელზეც წმინდა გრიგოლ პალამა და ათონის მამები, ესე ვთქვათ, დადიოდნენ. ანუ პატარა დასკვნასავით ძალიან მოკლედ, მეგობრებო, შეჯამება, ნახეთ, ესე იგი წმინდა გრიგოლ პალამას სწავლება, რომელიც ხსენების დღეა დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. მისი სწავლება არის ჩვენი რწმენის გნებავთ ცენტრი, გული, ხო?
ის გვეუბნება, ნახეთ მოკლედ შეჯამება. ღმერთი მიუწვდომელია არსებით, მაგრამ ხელმისაწვდომია მადლით. ადამიანი მოწოდებულია განღმრთობისთვის ღვთის რეალურ ზიარებაში. თაბორის ნათელი რეალურია და ჩვენს შეგვიძლია მისი ხილვა თუ გულს გავწმენთ და ბოლოს ლოცვა, მარხვა და სინანული გზა ამ ნათელი და სინათლისკენ. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. მადლობა.